თუ მას სურს მისი ტარება, შეუძლია ჩაიცვას აბაიას ქვეშ, ზემოდან აბაია გადაიცვას. ვერავინ შეამჩნევს განსხვავებას გარდა ამ კუზისა ზურგზე, მაგრამ სხვა არაფერია. შოტლანდია ტოლერანტული, მშვიდობიანი და ინკლუზიური ქვეყანაა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამჟამინდელ პერიოდში, როცა ჩვენ საზოგადოებაში დაყოფის ზრდას ვხედავთ, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენს თემებს ყველა განსხვავებული რწმენისისა და მრწამსის მიხედვით. ყველას უნდა ისლამი, სანამ არ მიხვდებიან, რომ არ უნდათ. იმიტომ, რომ დასავლელი ქალების მიერ ისლამიზაციის რომანტიზება ძალიან მაბრაზებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ ეს არის ისლამისტი ცოლის ყოფნის ნამდვილი სახე. ეს შესანიშნავია და სწორედ ეს სურს ყველას. და მაინც ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ თავი დააღწიონ იმ პროპაგანდას, რომელსაც ახლა უყურებთ. ძალიან საწოდავად მიმაჩნია, რომ ისინი გვახვევენ თავიანთ იდეოლოგიებს, სანამ არ მიხვდებიან, რას ნიშნავს ეს მათთვის. მაგალითად, ეს სულელი ქალი. ის აქ ამტკიცებს მობეზვდა რასიზმი. მუსლიმი კაცები არ არიან ძალადობრიობები. მე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ ამ მუსლიმი ბატონის გვერდით, ვიდრე რომელიმე რასისტ გერმანელ კაცთან. დაუჯერებელია. ვულისხმობ იმას, რომ თუ გავითვალისწინებთ, რასაც სვია მას და ზუსტად ვიცით, რას ფიქრობს ის ამაზე, ეს ცოტა შემარცხვენელია. არა? რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას ასე სჯერა, ისაა, რომ ზურგჩანთა არ უკეთია. იცოდი, რომ ისლამისტი ქალებისთვის ეს მიუღებელია. ჩემს სოლს ამას არ გავაკეთებინებდი. რადგან როგორც კი ზურგჩანთას გაიკეთებს, ის ფორმას აძლევს მის მხრებს, ზურგს, შეიძლება წელზეც კი და შესაძლოა აბაიასაც მოუჭიროს ისე, რომ მისი მკერდიც შესამჩნევი გახდეს. მაქვს თქვენთვის კითხვა. თუ ამ კაცს შეიხას იმალ ხაკიმს, გიფხავთ, რას ფიქრობს ამ ქალზე, რომელიც ზურგჩანთას ატარებს? როგორ ფიქრობთ, რას გიპასუხებთ? აი ასე მიაქვს ეს სულელური რამ. მობეზრებული მაქვს რასიზმი. მუსლიმი კაცები ძალადობრიობები არ არიან. არა, ისინი ძალადობრიობები არ არიან, თუ ილუზიებში ცხოვრობთ, მაგრამ ისინი არ დაგთავენ ნებას, რომ ეს ან ზურგჩანთა, ან რამე სხვა ატაროთ. ისინი ესეთ სულელურ, შეშლიურ რაღაცებს მოგაწვევიან. ზურგჩანთა. თუ მას სურს მისი ტარება, შეუძლია აბაიას ქვეშ ჩაიცვას, აბაია ზემოდან გადაიცვას. სხვას ვერავინ შეამჩნევს, გარდა ამ ამობურცულობისა ზურგზე, მაგრამ სხვა არაფერი. არ ინერვიულოთ, ბიჭებო. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ქალები სექსუალურები და ლამაზები იყვნენ, ან მკერდი გამოუჩანდეთ. უბრალოდ გვინდა, რომ აკლემებს გავდნენ. ან უпроსწორად ნაბვის პარკებში გახვეული აკლემები. ეხლა ნაგვის პარკებზე რო ვსაუბრობთ, ეს კიდევ ერთი ფენომენია, რომელსაც ხედავთ. ეს ქალები ქუჩაში გადიან, რომ ხალხს თხოვონ. ნაგვის პარკებში შეიფუთონ. ეხლა მე ვფიქრობ, რომ თავსაფრები ლამაზია. მე ვფიქრობ, რომ დიდი კაბაბიც ლამაზია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ხალხს ისინი მართლა გულწრფელად უნდა. მოდით ნახოთ. აი აქ ის თხოვს გოგონას პირველად მოიცვას ჰიჯაბი. გოგონა იღიმის. ეს ძალიან ამაღელვებელია. ეს ძალიან ემოციურია. ცხადია, შეამჩნიათ ეს. ნახეთ. ხედავთ ამას? მისი მუცელი უჩანს, რადგან ეს ძალიან შეუფერებელია. და რასაც აქ ვცდილობთ უბრალოდ შეგახსენოთ, როგორი უნდა იყოს სინამდვილეში. და აქაც ისევ, იღიმის, ბედნიერი. მაგრამ მას მუცელი უჩანს, მაგრამ ბედნიერი. ყველას უნდა. სანამ არ გაიგებენ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ეხლა ეს ძალიან ლამაზი ტანსაცმელია, თუ რომელიმე საინტერესო ღონისძიებაზე მიდიხართ. ეს არ არის ისეთ, ხოლო დღე უნდა ჩაიცვათ. ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა. კარგი. გაიხლა ის აკეთებს ამ პროპაგანდას ამ გოგოს მონაწილეობით პრადას გარეთ და დარწმუნებული ვარ ისინი თავიანთ ქალებს ასე არაცმევენ, ამბობს, ვაუ, ეს ისეთი მშვენიერია, ნუ იდარდებ, შეგიძლიათ რაც გინდათ ის ჩაიცვათ. აი ასე გამოიყურებოდა ადრე. ფუ, მოშიშლებული მუცელი, საზიზღრობა და აი ასე გამოიყურება ახლა. არ ვიცი, თქვენ თუ შეამჩნიეთ ეს, მაგრამ ხეროთ იმ პატარა ჯვარს მის ხელზე. მაინტერესებს, ეს ხო არ არის მიზეზი, რატომაც ამ ქალმა ის აირჩია. მანამდე და შემდეგ. შეხედეთ ამ ბედნიერ მომღიმარ ლამაზ გოგოს. ჩახუტებები, რა კარგია, ყველას უნდა რომ ეს ტანსაცმელი ჩაიცვას. და მერე ეს გაქვს. ამ კაცს გონია რომ მხოლოდ ჰიჯაბი საკმარისად მოგზალებული არ არის. ამიტომ ჯიბეში ნიქაბს ატარებს და ქალებს აძლევს რომ სახე დაიფარონ. ხო? აი ასე. ცხადია ის გოგო რომელიც იღიმის, საკმარისი არ არის. ჩვენ უფრო მეტი გვინდა. ვერ უსმენ მუსიკას, ნერვებს მიშლის.
აი ისიც. ხედავს ამ ქალს. აშკარად პროპაგანდისტული ვიდეოა. ის ჩაცმულია და ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და თავი ლამაზად იგრძნოს. და მერე ის ამბობს: "მაპატიეთ." ეს საკმარისი არ იყო. ეხლა ლამაზი ხარ. ეხლა იდეალურად ერგები. ეხლა ისეთი ხარ, როგორიც ნამდვილი ქალი უნდა იყოს. და ჩემთვის ის ფაქტი, რომ ისინი ამტკიცებენ თითქოს ისლამის ქვეშ ცხოვრება ქალებისთვის ლამაზი და მშვენიერი რამაა, დანაშაულია. ეს დანაშაულია. და მალე ვნახავთ, რამდენად ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ მოდი ეს ვნახოთ, რადგან ეს მართლა მაღიზიანებს. აი ესეთი ტიპის ფენომენები, ისეთი ფენომენები სადაც პოლიტიკოსები და ქალები ამბობენ, ნახეთ, ჩვენ ეს ძალიან გვიყვარს. მოდით შევიხვიოთ თავს შარფი, რომელიც აშკარად არიციან, როგორ უნდა შეიხვიან, უბრალოდ იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად ლამაზია ეს ყველაფერი. მე ამას რეალურად ყველა ქალის მიმართ შეურაცხყოფად მივიჩნევ. შოტლანდია ტოლერანტული, მშვიდობიანი და ინკლუზიური ქვეყანაა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამჟამად, როცა ჩვენ საზოგადოებაში დაყოფის ზრდას ვხედავთ, რომ მხარი დაუჭიროთ ყველა ჩვენს თემს, მიუხედავად მათი რწმენისა თუ მრწამსისა, რათა უზრუნველყოთ, რომ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეს მშვიდობიანი საზოგადოება. შოტლანდიის მთავრობა სოლიდარობას უცხადებს ჩვენს რელიგიურ თემებს. ის ფაქტი, რომ მას არ შეუძლია თმა ისე კონდეს და ისე ჩაიცვას, როგორც ჩვეულებრივ, არის რაღაცა, რასაც ის სრულიად უგულებელყოფს, რადგან თავი ძალიან მოუხერხებლად აქვს დაფარული რაღაც თავშალიით. მართლა ისე გამოიყურება, თითქოს ჩემმა ქმარმა ხუმრობა გადაწყვიტა და სახე შარფით დაიფარა. არ გავს ადამიანს, ვინც ამას ატარებს. მაგრამ ის არ აპირებს ისაუბროს იმაზე, რომ რეალურად ვერ შეძლებს ამ ცერემონიაზე წასვლას და პანელზე კაცებთან ერთად საუბარს, თუ დაფარული არ იქნება. არა, ის ამ თავისუფლებებზე არ ისაუბრებს. ის მხოლოდ ჩართულობაზე ისაუბრებს. ამჟამად ჩვენ განვიცდით დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ვიზიტები ტარდებოდეს, როდესაც მინისტრები გამოხატავენ ჩვენს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ჩვენი რელიგიური თემების მიმართ, სოლიდარობასა და მშვიდობაში. მოსაწყენია, მაგრამ აშკარად დააკვირდით, რომ მას არ უწევს თავსაფრის ტარება, არც მას და არც მას. განსაკუთრებით ჩვენი რელიგიური თემების მიმართ, სოლიდარობასა და მშვიდობაში. მოსაწყენია. მთავრობები ასეთ აბსურდულ იდეოლოგიებს ავრცელებენ. მოდი მოვისმინოთ, რა ხდება სინამდვილეში. ქალებისთვის ისლამი უფრო მძიმეა, ვიდრე სამუდამო პატიმრობა. ეს კონკრეტულად ჩანს ავღანეთში, ირანში, ყველა ისლამურ საზოგადოებაში, სადაც ქალს შეუძლია დაკარგოს თავისუფლება, უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი. ავღანეთში თალიბანმა კანონში ჩაწერა, რომ კაცს შეუძლია ცოლის ცემოს, თუ მას ძულებს არ გაუტეხს. ეს ძალიან კეთილია მათი მხრიდან. ეს ზუსტად ამგვარ ტოლერანტობას გახსენებს, ხო ასეა? ნახეთ, როგორი ტოლერანტულები ვართ, არ ინერვიულოთ, მხოლოდ მაშინ გცემენ, თუ ძვლებს არ გაგიტეხენ, ხო გესმით? ეს არის სასტიკი რეალობა მილიონობით ქალისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სიკვდილის კულტის, სახელად ისლამის ქვეშ. ძალიან მსურს ვნახო მემარცხენე ლიბერალი ფემინისტები, რომლებიც ამ ნამდვილი ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ აპროტესტებენ. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდება, რადგან სიმართლე ისაა, რომ ვერ შეძლებთ თავი ქალთა უფლებების დაცვლად წარმოაჩინოთ, თუ ამავდროულად მხარს უჭერთ პოლიტიკას, რომელიც ასეთ იდეოლოგიებს ევროპაში შემოაქვს. ხედავთ, ესეთი პოლიტიკოსი გჭირდებათ. ეს არის დეპუტატი სებასტიანი. თქვენს გვარს ვერ ვთქვამ, მართლა ძალიან წუხვარ. მაგრამ ასეთი დეპუტატები გჭირდებათ, არა ეს სისულელე, რომელიც თითქოს ნორმალურია. გითხარით, რომ რეალურად შევხედავდით რა ემართებათ ქალებს. მოდით ვნახოთ. ხედავთ, ვინც რელიგია დატოვა. და თქვენ ძალიან დასავლურ ყაიდაზე ხართ. შედეგად გიგრძმიათ თუ არა, რომ შევიწროების მსხვერპლი გახდით. მოდით უბრალოდ დავაზუსტოთ. თქვენ ხავთ ეს ქალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს კარგია. შეხედეთ რა ლამაზია, შეხედეთ რა საოცარია. და შემდეგ არიან ნამდვილი მამაცი ქალები, რომლებმაც ეს გზა დატოვეს და მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ. აი, სწორედ ამას აკეთებს ეს ქალი. მამაცი, გმირული, საოცარი და ლამაზი ქმედებაა, რომ ამბობს, სინამდვილეში ზრუნავს ქალებზე. მას უბრალოდ არ აინტერესებს მოჩვენებითი სიკეთის დემონსტრირება, თითქოს ზრუნავს ქალებზე, მაშინ როცა სინამდვილეში ისევ აძლევს უფლებას, რომ ისინი სცემონ. მაშ, შენ გამხდარ ხარ არასათანადო ქცევის მსხვერპლი. ეს ჩემთვისაა. ეს უფრო ის იყო, რომ ისლამის წინააღმდეგ გამოდიოდი, მაგრამ ეს თვითონ თემის შიგნიდან მოდიოდა. მათი ქცევა არის ის, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა გაგაჩუმონ, ან არის საუბრო თემის ან რელიგიის ნაკლოვანებებზე. ასე რომ, თავიდანვე მე მივიღე ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაპატიეთ, ასე რომ ამბობ, როგორც ისინი არამუსლიმ ქალს ეკცევიან. ზუსტად ისე როგორც თქვენ ამბობდით. ასე რომ, სექსუალურად გადახილი მუქარების დონე უფრო ჩვეულებრივი გახდა, რადგან მე აღარ ვარ მათი წრეში. ამიტომ აღარ მჭირდება პატივისცემა ან დაცვა, ან როგორც მუსლიმი ფემინისტები ამბობენ, რაც სრული აბსურდია, რომ ისლამი მათ დედოფლებსავით ეკცევა, რაც სრულიად სასაცილოა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეხლა ეს პრივილეგია დავუკარგებ, თქვათ, ისლამის დატოვებით ან წრიდან გასვლით, დიახ, ნამდვილად გრძნობ, რომ ასეა. ეს საოცარია. ხო,
მასზეა. რასაც ის ამბობს, არის ის, რომ თუ შენ ტრეში ხარ, შეიძლება დაგიცვათ. ჩვენ დაგიცავთ ისე, რომ გცემთ, სანამ ძვლები არ გაგიტყდება, მაგრამ თეორიულად შეგვიძლია დაგიცვათ. მაგრამ როგორც კი წრიდან გახვალ, არა, მაშინ ისე მოგექცევით, როგორც უნდა მოგექცნენ. როგორც ურწმუნოს, როგორც არაისლამისტებს მოვექცეოდით, ანუ ამ სულელ თეთრ ქალებს მაგალითად ამ ქალს როგორ მოვექცეოდით სინამდვილეში რომ შეგვეძლოს და რომ არ გვჭირდებოდეს მისი გამოყენება უბრალოდ როგორც სასარგებლო იდიომის. იდიოტი. სექსუალურად გადახრილი მუქარები. რა გახდა? მოდით უბრალოდ გავაურმაგოთ ეს, რადგან ვერ უყურებ რაღაცებს. ეს უფრო ჩაულებრივია, რადგან მე აღარ ვარ მათთან. ასე რომ აღარ მჭირდება პატივისცემა ან დაცვა. ან როგორც მუსლიმი ფემინისტები ამბობენ, რაც სრული აბსურდია, მაგრამ მათ უყვართ თქმა, რომ ისლამი მათ დედოფლებსავით ექცევა, რაც სრულიად სასაცილოა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეხლა ეს პრივილეგია დაუკარგე, ვთქვათ ისლამიდან წასვლით, ან მათი წრიდან გამოსვლით, კი, ძალიან გუძნობ თავს, როგორც თამაში, როგორც დანარჩენი, ბოდიში, როგორც არამუსლიმი ქალები იქნებოდნენ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისევ ისლამს მიუბრუნდები. ამიტომ, რადგან ყოველთვის ეს არსებობს, მქონია ძალიან ბნელი კომენტარები, მაგალითად, რომ გადაუპატიურებ და ისევ ისლამში დაგაბრუნებ. ბოდიში შეიძლება ეს სიტყვა თქვა? კარგი, ხო. ასე რომ ამ ხრი მაგალითად გაგაუპატიურებთ, ან შეგირთავთ ცოლად და იქნები ჩემი მეოთხე ცოლი და ისევ დაგაბრუნებ. ამას ყოველთვის აქვს ასეთი პირობა, თითქოს ჩვენ ძალადობას მოგაყენებთ და ამზით ისევ დაგაბრუნებთ ჩვენ წლებში. თითქოს შენ ვერასდროს გახვალ კონტროლიდან. მაგრამ ხო, ზუსტად ესა ის აზროვნება, რომელსაც ისინი არამუსლიმი ქალების მიმართ არცელებენ, ხო? ეს მშვენიერია, ეს საოცარია. არა, ნუ ღელავ. ჩვენ ძალადობას მოგაყენებს და იქნებ მერე გაიხსენო, რომ ჩვენთან უნდა დაბრუნდე, რადგან ეს ჩვენი საქმეა. ეს ხომ ასე საოცარია. თუ გინდა რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, შემოგვიერთდი. თუ არ გინდა რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მაინც შემოგვიერთდი, რადგან ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ ეს მოგეწონოს. ეს საზიზღარია, ეს გულისამრევია. და გულწრფელად რო ვთქვა, ეს სირცხვილია ყველა გოგოსთვის, ყველა პარლამენტარისტვის, ყველა ქალისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ იდეოლოგიას სხვებზე მოახვევს. იმეილები რეალურად არაჩვენებენ იმას, რაც ამ ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ. ისინი მხოლოდ ერთ რამეს აკეთებენ. მხოლოდ ერთ რამეში არიან დაინტერესებულები, რომ გაკონტროლონ, დადიმორჩილონ და გარტყან. და ფაქტი, რომ დღემდე არიან ადამიანები, ვინც ამას ავრცელებს, უბრალოდ სასაცილოა, აბსოლუტური სიგიჟეა. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხში.